ბიჭო აი 6 თებერვლიდან 11 თებერვლამდე რომ გამექცა ისა რა ქვია მას ღვედები იმდენი პირადი შეტყობინებები მქონდა 4 საათ ნახევარია ვზივარ ზუსტად და ორჩი ახლა არის იქაჩანა 3-ის 20 წუთია 3-ის 20 წუთია და გავხსენი ყველაზე ცოტა 700 პირადი შეტყობინება ხო და დამჩაგიდო რაღაცები დევიღალე უბრალოდ ხო და აქედან იყო 111 თხოვდა რომ გადამიზიარე რაღაც დახმარება იყოს ფულადი რაღაცებია ორმა ლაივი ჩარტი გეხოცები და ვიღაცას დახმარება უნდაო 70 მაგაცმა რაღაც კომპანიასავით ისა და პატაპატა რაღაცა პიარი მინდაო და 40-მა ეჭხუბა აი 40-მა მეჭხუბა იცი 40-ს ჭხუბიდან დავიწყებ და რაც ხას ვიტყვი ახლა და მიხდებით თქვენ ისევ თქვენ დავლაპარაკოთ მაგრამ მე კი ვისწავლე რა 9 და პატარა გიგებიზარდე აი ჭხუბიდან რა ვერ მივხვდი იცი ერთხელ თუ მე იკითხავ და მე აღარ მე იკითხავ რა იყო რა ის შოვი აფერიანი შოვია ხო და ანდას ადეი კარგი არსად არ დევი კარგი და რაც ხაი აი ვერ მივხვდი აი ძალით მაკაცობა ძალით მოკითხები ძალით ისა ვინდამე არა და ვინდამე რეკეც მოყდა დაოდა რა ვიცი მე ყველა გისკიპასუხეთ ყველა მოგიკითხეთ და არავისთვის არ მიკადრებია ახლა გინდი ვარ ახლა მოგინდა თაშაი არა მაგას ვერ გიგონეთ ვერასდროს ხო და 70 პიარი იყო და არ ვიცნობ არცეც ვიცნობ ასე ყველა მიცნობს მაგრამ მე ასე არავის ვერავის ვერ ვიცნობ ხო და დახმარების და ესეთი რაღაცების ერთმა კიდო ის მომწერა მოიო ფონდი გავხსნათო დახმარებისო 160,000 გამოგწერზე მეტი ყავსო და ევრო რო გაჩუქოსო ახლა გადმორიცხოს ერთმა კაცმა 160,000 ევრო იმან დეითვალა ხა ჩემს ვაგიროთ მაი დასათლელი ყოფილიყო ხა მაგას ვერ მომასწრებ და მაგი და გეტყვით ახლა მე ვინც მე მიხდა ამ ხალხმა რამჭირს და რეზა ვერ ვაჭერ მაგ ხელს და რეზა ვერ ვაპიარებ დედას გეფიცები იტყვი და ლახახარო და არ იტყვი და ავდალიო ასე იციან ჩვენთან გურიაში მაგრამ ისე შელამაზებული ვიტყვი რომ მე არავის არ გეხები და არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას რა შევით ბიჭო იცი რაც გადავაზიარეთ დედას გეფიცებით თუ მახსოვდეს ვინმესა სურათი გადამეღოს და არ გაელანძღონ ან ვინმესა ვიდეო გადამეღოს არ გაელანძღონ კონცერტი იყო თუ რამე რესტორანი იყო გადავაზიარე და იმას ან დასალების ფასი არ მოწონს ამას იქინემშიერი ვიყავი იმან ის იყავი და მე მლანძღავე ბიჭო ასე განა და ტატოია იყო იქ გაჭიჭინებული მე მისმენ და ვერ მივხვდი ჩემი ბრალიც იყო რომ მიაჭერა მთიცო ძმაო და გადააზიარებო იქ უნდა იკითხო რა ხდებაო იგი ვაგიო და მონაყოლში ყველა კარგად ვაგეთებ ყველაფერს მე არ გამოდის არავის არ ვეხები მეთქი უბრალოდ თქვენ თვითონ მომიჭერით ის გზა რომ გავაპიარე ვინც ლანძღავს ვინც ხას ჩემთან და მეჭხუბება მე აუ რა იყო ბიჭო ნახე და მე იქინი არიან ისევლი ანიკ ხო და რა შეიძლება ამ დახმარების იმასაც ბიჭო რამდენჯერ ვცადე კომპლექსი მაქვს ისე თუ გაინტერესებთ მართლა მოთხოვნა მცხვენია მერიდება აი მოთხოვნა მომე არ ვიცი ცლის მე ვიყანე იდროი რომ მე მომე არავის არ ვეუბნები და მომე ვერ შოვი ანდა რომ ეტყვი ამ მომეს და ყველამ კარგად ვიცით რასაც ვლაპარაკობთ შენ თავს მიხედე და მე რომ მექნება მეცნებე ხმარები კაც რა თვითონ შენი მითითება და ამ ბერეცხები მე კომპლექსებს ჩხუბოს მე გენი აქანე ყველა გეცინის და ერთად რომ ხართ ერთმანეთს ეფერებით მაგრამ ცაცარკე მე მეჩხუბებით რას უზიარებ რა აქ მაგას გასაზიარებელი ამფერი დონისი ამფერი მაღალი დაბალი უხვი არა მე საერთოდ არ ვიცნობ არავის თუ გაინტერესებთ მე ხომ იცნობ არავის არ ვიცნობ ხონახულობთ აი გამოჩნდება ვინც ხა 1-3-4 დღე ჩემთან ჩემი ძმაია ჩემი დაია ჩემი მიცოლა ჩემი მამი და რასაც ხანი გამევიდა ხანი და მე არ არიან მიზა რომ გევიცანი ან ზოგი შორწევი და ყველას გავეხები გამოჩნდა არა ხო ხედავ იმის არა რომ მე მეგონა ვიცნობი და არ ვიცნობ ხო და რაც გამომდის ყველაზე კარგად ვინც ნახა ერთხელ მაინც და ჩემთან გეიარა კი მიხდება იგენი ყველა და მოკლედ აგერ ერთი კაიკაცი მირეკავს რა ხო და სულ მქონდა 5 შემთხვევა მასეთი და მირეკავს ახლა ხანს იყო რამოდენიმე დღის უკან და ყავს გოგუების სტუმრად ტური მაქვს დილას ნაწევი ყვანო იმაში პარიზში ამას იზაკი ყოფით მიხდებით ყველაზე ადვილად და კარგად რა გამომდის მიხდება ყველა მაგენია ვისაც პრეტენზიები აქვს იმას ვლაპარაკო ხო და დამირეკა ამ კაცურმა კაცმა და მითხარ რომ ლაშაეო უნდა მიშველო რა ხდება ბიჭო მე ვთხარი რა ხდება და
ასე დილას უნდა მოსულიყო ერთიო და წევეყვანიო სამართლოზე ოფრაში. არ მომაგითხავ. მე მეუთხარი უნდა მოხვიდეო. მე უთხარი მაცალე 511. ხო და თან ისე საშინელი დღე იყო ყველა ბოვეში მიდიოდა. 1-4 კაცს კი შევეხვიანი და ბოვეში მიდივარო ბოდიშიო ვერ მოასწრებ ვერანაირად. ხო და დაურეკე ნონას. ნონას უთხარი გეხვეწები არ წახვიდე სამსახურში მე. მე გამოსული ვარ ხა გზაში მომაწია ხა სანამ მივალა ხა სასტუმროში აგენს დასაყვანა და რა იყო მე უთხარი ასე გოგუები წაიყვანი მე უთხარი გეხვეწები ახანე. ხო და იმ კაცმა რომ არ წევიყვანო სასამართლოზე კი იცი მე უთხარი და ვერც მიაგნებს და ვერ მოკლეთ და წევედი. აი მოაგვარი უცე ამ გოგუებსაც თხოვე მეთქი ასე არ იყო არ მქონდა გეგმაში და წევედი და ჩამიჯდა აი კაცური კაცი და წევიყვანე. ხო და რომ მიმყავს გზაში რაღაცებს ლაპარაკობს მომიყვა ასე ვარო ისე ვარო იგივე მარტო ვარო ჩამოსულიო აქეთო იქნება ერთი 65 წლის კაცი ალბათ. ხო და ალბათ ვარო იმას რაღაც დიალიზებს ვიკეთებო თუ რაღაცა და რაცხას ყობა ასე მოდის და რა კაიო შილო კარგად ხარო ფული რომ გაქო ყველას ეხმარებიო მითხრა. ხო და გავატარე ისე ახლა უნდა მეთქვა ხაფირა მithქონს და მივიყვანე დავტოვე მომიყვახლა მისი ჯამთელობის ამბები იგი მივიყვანე სასამართლოზე და სანამ მევედი სახში კიდამირეკა მოვრჩიო. ხან ისე რომ უცებჩებ. ხო და აგენს კი მოატყუე მოა 1 საათში მეთქი მაგრამ 1 საათი მარტო სადგურამდე მომინდა და 2 საათი დავაგვიანი. ხო და ამანაც დაგვიანა მაგრამ მაინც შეუშვენ არის ხა 20 წუთზე და 9 საათზე. მოკლედ წამევედით ახლა მეორე გზაზე ვარ და მომიყვარო ამდენი ხანია აქეთ ვარო ყველას აი პრობლემა გვაქვს დაბადების დღე არ ახსოვთ ჩვენი და არ ახსოვთ არაფერი და იგი და რაცხას მოყვა და რომ მივიყვანე ვეუბნები ამ კაცურ კაცს 100 ევრო მითხრა იმანო და მომაწოდა 5-20 ევროიანი და 10 ევროიანი გაქმეთქი და არ მაქვს მითხრა. აი ბოლო მქონდაო და მოგეციო ახლა ველოდებიო რომ ის და მე რიცხებაო. საჭმელის ფულიც არ მაქვს და ხო მე უთხარი გაყოფა მინდოდა ხა და 50 შემოგცემდი 50-ს მეთქი და ვეცი 40 ევრო. ხო და ჩევიდა ძირში და უთხარი ასე შობი მე უთხარია მაი 40 ევრო ხო იყო ჩემი მეთი იო მე უთხარი კილოსავ დაბადების დღეს მრავალ ეს არის სუ ბედნიერი და კარგად იყავი მეთი ასე შობი მე ზოგს ტურს ჩუქნი ზოგს იმას ჩუქნი და მე ფიზიკურად არ შემიძლია ორი ბოდას იმაგ ერთს ვაძლევ. ხო და ვინც იყო ჩემთან კი იცის ყველა საწყე გავატანე არ არსებობს დედასგებიცები ვერ იწვის ვერავინ რომ ლაშაი ერთხელ მაინც გვერდში არ დამიდგა. მე არ მომითხოვია იქეთ არაფერი. ხო და აი ვერ მივხვდი ბიჭო აი ჩხუბი და არ შემიძლია რომ გეტყვი ეს არ შეგიძლია მე ხო იცი მე ვარ მე ხო მიცნობ არავის არ ვიცნობ მართლა სამწუხაროდ მეგონა ვიცნობდი და არავის არ ვიცნობ. მართლა უნდა იცხოვრო ადამიანებთან 1 დღე 2 დღე 3 დღე 5 დღე აგელა თემო იყო ჩამოსული 6 დღეში კევიცანი და ვიცნობ რა უნდა რომანი იყო ჩამოსული აგეჩენ და კევიცანი რომანი ხალხთან უნდა იცხოვრო მოკლედ რა აფერ კაი ხალხის გაცნობას ვახ მაგარი მართლა გეუბნები ხომ მივხვდით თუ რამე შემიძლია ფიზიკურად და ვერავინ ვერ იტყვის ვინც კი მნახა ყველა რაღაცით საჩუქრით გაუში რაც შემეძლო ყოველ შემთხვევაში. ხო და ხა თუ არ დაიმსახურა და არ ვქენი არ ნიშნავს იმას ის ლანძღო. მართლა გეუბნები ჩვენ თვითონ უსვამთ ასე ცელს ერთმანეთს ფეხებში. ჩემთან ლანძღავ იმას და მე მეუბნები გააპიარი ან გააზიარი ან გვერდში დუდექი ყველას ვდგავარ გვერდში. უბრალოდ თქვენ ერთმანეთი არ ლანძღოთ და მე ყველაფერს გავაკეთებ. სერიოზულად. არ მოგწონთ ჩემთან არ თქვათ იმასთან თქვით. ხო და ასე უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ. მე გონიათ ვიღაცას რომ აღარ მაინტერესებს იფეხებს მკიდი არა. თქვენ თვითონ ერთმანეთს ასე შობით და მე უხერხულად. ამის თქვენ მინდოდა მე თუ რამეს გაკეთება შემიძლია მე რეალურად მიყვარს. ასე. და მირეკე გჭირდები მოვალ გვერდში დაგიდგები. ხო და მართლა ვერავინ ვერ იტყვის რომ მე ერთხელ მაინც ლაშაიო არ დამხმარებიო. კი, ყველას რაღაცაში მაინც გვერდში ვედექი. მე არ მეყვასი ხალხი, ვისაც რამე შეუძლია და არ აკეთებს. იცუდი ხალხია. მაგრამ რადგან ახლა რაღაცებს ვაკეთებ და მე არ ვაკეთებ, მე მიზეზებიც მაგაცო და ხანდახან ვიკითხოთ, რატო არ ვაკეთებ. ალბათ რაცხა არა ისე კარგად. მოკლედ, იმიხდებით აი ეს თქმა მინდოდა. არა, დიდი კომპლექსი მაქვს, მართლა გეუბნები ამ მოგთხოვნაზე, მაგრამ მიტყდება. მართლა, წვენია, არ მინდა. არავის არაფერი არ მინდა, ვცდილობ რომ ჩემი მქონდეს, მაგრამ ზედმეტიც არ მინდა. ყველა ვიცის აგერ. ჩემს საქმეში მე მეკუთვნის ჩემი. შენი არ მინდა, არავის არ მინდა არაფერი, მართლა.